მუცელში სითხის დაგროვების შესახებ ვისაუბრებთ, რომელსაც ასციტი ქვია. ადამიანს ვიზუალურადაც ემჩნევა, როცა მუცელში სითხეა, ან მუცელი უდიდდება და გამობერილი ჩნდება. მეორე ნიშანი არის, როცა დაწვება ადამიანი გვერდებზე გამოიბერება მაგ დროს, იმიტომ რომ წყალი გრავიტაციის ძალით გადანაწილდება მუცელში და გვერდებზე გამოებერება, ერთ-ერთი ნიშანია. ასევე ჭიპის ამობრუნება, ანუ ჭიპის სინამდვილე როგორც წესი ხო არის ჩაბრუნებული შიგნით და ასეთ შემთხვევაში პირიქით შეიძლება იყოს ან გადასწორებული, ან ამობრუნებული და ყველაზე ხშირი მიზეზი ასციტის არის ციროზი. 84% შემთხვევაში ციროზის გამო ხდება ასციტი. ციროზი არის ღვიძლის დაავადება, ციროზი არის ღვიძლის დაავადების ბოლო სტადია, ანუ ყველაზე რთული შემთხვევა. ძირითადად 4 სტადიას გამოყოფენ ხოლმე, პირველი, მეორე, მესამე უკვე, მესამეს დროს უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება ღვიძლში და მეოთხეს დროს უკვე როგორც წესი ღვიძლი ვეღარ ფუნქციონირებს ნორმალურად, ვეღარ ახერხებს ნორმალურად გაფილტრას ნივთიერებების და თან ფიბროზის გამო სისხლის მიმოქცევა ირღვევა და მერე ასციტიც ვითარდება. როგორ ხდება ახლა, ცოტა ისე წარმოსადგენია, რას ნიშნავს ხო ღვიძლი ვერ ფუნქციონირებს და აქ სითხე რატო გროვდება. ასეთი აზრი ესეთია, რომ ღვიძლში შედის ვენა და ამ ვენებს მოაქვს სისხლი ნაწლავებიდან, ელენთიდან და ვინაიდან ღვიძლი არის დაზიანებული, ამ სისხლძარღვებს აწვება ეს დაზიანებული ღვიძლი. ფიბროზული ქსოვილია, ფიბროზული წარმოიდგინეთ, რომ ღვიძლში არის კვანძები, აი ფიზიკურად რომ წარმოიდგინოთ კვანძი ძაფის მაგალითად, აი ესეთი კვანძები, ну ქსოვილების კვანძები ვთქვათ, და ეს კვანძები აწვება იმ ადგილებს, რაც არ უნდა აწვებოდეს. ფიზიკურად ბლოკავს სისხლის მიმოქცევას. ამას რომ ბლოკავს, ორგანიზმი აღიქვავს, რომ რაღაცა ისე არ არის, სისხლის მიმოქცევა არა ნორმალური ღვიძლში. და ამის საკომპენსაციოდ სისხლძარღვებს აფართოვებს. აფართოვებს რატო? რომ როცა ორგანიზმს გონია, რომ სისხლის მიმოქცევა მოშლილია, ანუ კარგად ვერ მიდის სისხლძარღვს, აფართოვებს სისხლძარღვს, რომ კარგად წავიდეს იქ სისხლი. მაგრამ ეს სინამდვილეში არის მალადაპტიური რეაქცია, ხო? ეს არ არის კომპენსატორული რეაქცია, რომელიც სარგებელი მოაქვს პირიქით. არასარგებლიანი კომპენსატორული რეაქცია, იმიტომ რომ მე რომ აფართოვებს ამ სისხლძარღვებს, რა მოვა მე სისხლს გაატარებს, ღვიძლი ხო ისევ დაბლოკავს. რა ხდება? რომ სისხლძარღვები ფართოვდება და რო ფართოვდება, კაპილარებიდან და წვრილი სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს. ამ გაფართოვებული სისხლძარღვებიდან. და ეს სითხე გროვდება პირდაპირ სისხლი არ ჟონავს, იმიტომ რომ სისხლის უჯრედები დიდია, მაგრამ სითხე ჟონავს და ეს სითხე გროვდება მე მუცელში. ამას ემატება რა? ამას ემატება მე რომ ეს ორგანიზმი რომ კარგავს ამ სითხეს, ამას ხვდება ორგანიზმი და აღიქვას როგორც სითხის ნაკლებობას და თირკმელი მუშაობს გაძლიერებულად და შეიკავებს წყალს და მარილს. მარილსაც წყალს შეიკავებს, იმიტომ რომ სისხლის მოცულობა გაზარდოს. მარილს მიყვება წყალი ყოველთვის და მარილს თუ შეიკავებს სისხლში, წყლის შეკავებაც მოყვება და სისხლის მოცულობა იზრდება. სისხლის მოცულობა რო იზრდება, წნევა უფრო მეტად იზრდება და რაც მეტად იზრდება წნევა, მით მეტი სითხე ჟონავს კიდე. და ასე ძლიერდება ასციტი. და ასე მეტი და მეტი სითხე გროვდება მუცელში. არ აქვს ამას როგორც წესი კარგი პროგნოზი თუ არ უმკურნალე, ამიტომ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მკურნალობის მთავარი მიზანი ამ დროს არის რომ პირველი ღვიძლის დაზიანება შეაჩერო, რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა სათხარი გაჩერდეს, ანუ უკან წასვლა, მან შეუძლებელია გაუმჯობესება, მაგრამ რო არ გაუარესდეს და მეორე არის რომ ეს სითხე ან ნაკლები დაგროვდეს, ან არ დაგროვდეს, შეაჩერო. ამისთვის ძირითადად იყენებენ ხოლმე რომ მარილს ადამიანი აღარ ჭამს ძალიან ცოტა მარილს. მიიღებს რომ ეს მარილის შეკავება არ მოხდეს ორგანიზმში და წყლის შეკავება არ მოხდეს. მეორე არის შარდმდენები, შარდმდენი ერთ-ერთი ეფექტური საშუალება შარდმდენებით
სითხე გამოიტანება ორგანიზმიდან და შესაბამისად ნაკლები სითხე ჩაიყრება მუცლის ღრუში. როცა ვერ ხდება, თუ არ ყოფნის ეს მკურნალობა, მაშინ ნემსით ან უჩხლტავენ და ამოიღებენ ამ სითხეს. ამას ეძახიან თერაპიულ პარაცენტეზს. როცა მაგ დროს არა სხვა გზა და ამოიღებენ. კიდე ნიშანი, რომ ეს არის ასციტი, არის ხოლმე მედუზას თავი, ესე ქვია. მედუზას თავი არის ჭიპის გარშემო, ასე როგორც ობობას ქსელი გარშემო, ჭიპის გარშემო ვენები წარმოიქმნება. ნუ ეს ვენები წარმოიქმნება იმიტომ, რომ სისხლის მიმოქცევა ღვიძლში არის შემცირებული და მე ეს კოლატერალების გამო ხდება ამ ვენური ანასტომოზები არსებობს, რაც ნიშნავს, რომ მოკლედ როცა ერთი გზა დახშულია, მეორე გზით მიდიხარ. აი ამას აკეთებს ორგანიზმი და ეს სისხლი გადმოინაცვლებს აქედან ვენური ქსელი ფართოვდება და კანზე ვხედავთ ჩვენ ამას. ამას ეძახიან მედუზას თავს, ნუ მედუზას გავს. ასევე ასეთი ალღის ტესტი არსებობს, რაც ნიშნავს, რომ აი დაწვება მაგალითად ადამიანი ერთ მხარეს თუ მიაჭერ ძლიერად, ანუ მიარტყავსავით, რომ ტალღა გამოიწვიოს სითხის და მეორე მხარეს თუ მიადებ ხელს, ამ ტალღას, რომელიც აქეთ გამოიწვია, მეორე მხარეს იგრძნობს. და ამ ტალღის ტესტი ქვია ამას. ასევე როგორ მივხვდეთ, რომ ეს ღვიძლისგან არის მაგალითად, ნიშანი ერთ-ერთი ღვიძლის პრობლემის არის სიყვითლე, ასევე ადამიანს შეიძლება კონდეს დარღვეული ცილების სინთეზი, სისხლჩაქცევები შეიძლება კონდეს, სისხლდარღვევანი ვარსკვლავები შეიძლება კონდეს კანზე, თუმცა ან ეს სისხლდარღვევანი ვარსკვლავი არ ნიშნავს მაინც ღვიძლის პრობლემას. ბევრ ადამიანს აქვს, ამიტომ სპეციფიური არა ღვიძლის პრობლემისთვის. და რთულ შემთხვევებში ვინაიდან ტოქსინებისგან ვერ წმინდავს ღვიძლს ორგანიზმი, ვითარდება ღვიძლის მიერი ენცეფალოპათია და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მცირდება, სუსტდება, ანუ გონებას კარგავს, და ეს გონების დაკარგვა ხა სხვა უხეშად ძლებს, მაგრამ სხვადასხვანაირად შეიძლება გამომჟღავნდეს, შეიძლება ადამიანს უბრალოდ მეხსიერება დაუქვეითდეს, ან შეიძლება საერთოდ გონზე ვერ იყოს და კომაში ჩავარდეს, ან სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გამოხატული. ციროს რა იწვევს? ციროს იწვევს ძირითადად ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, ალკოჰოლიზმი და კიდევ ბევრი სხვა იშვიათი ღვიძლის დაავადება, რომელიც არ არის ხშირი, ყველაზე ხშირი არის ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ასციტი ვითარდება, არის ავთვისებიანი ასციტი ვითარდება სიმსივნის გამო. სიმსივნე შეიძლება აწვებოდეს ღვიძლს, შეიძლება თვითონ სიმსივნე გამოყოფდეს სითხეს პერიტონიუმის ღრუში, საკვერცხის სიმსივნე მიცის, კოლორექტალურმა სიმსივნე მიცის და დიდმა სიმსივნებმა მუცლის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს ასციტი. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის გულის უკმარისობა, მარჯვენა მხრივი გულის უკმარისობა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, როცა ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აქვს ეს პრობლემა და ეს ადამიანს მუცელშიც უდგება წყალი, ფეხებშიც და მთლიანად. და ძირითადად ხანგრძლივი პროცესია, ერთ დღეში არ ხდება, ნელ-ნელა ვითარდება გულის დაავადების გამო, გულის სარქლოვანი დაავადების გამო, ან კარდიომიოპათიის გამო. თავარი არის ან კორონარული სისხლძარღვების დაავადების გამო. ანუ გულის პრობლემა და მარჯვენა მხრივი უკმარისობის შედეგია როგორც წესი. შეიძლება კიდე სხვა მიზეზები, მაგალითად ტუბერკულოზი და კიდე ძალიან ბევრი მიზეზი, პანკრეატიტი, ჰიპოთიროიდიზმი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, გლურა და კიდე სხვა იშვიათი დაავადებები, რომელიც ანუ ეგრე ძალიან დაბალი ალბათური დაავადებები შეიძლება მიყვე ძალიან ბევრი ჩამოთვალო, მაგრამ რაც ზევით თქვით, ეგ არის 90%-ზე მეტი შემთხვევების, რაც პასუხისმგებელია, თუნდაც იგივე აი ეს ტუბერკულოზი მაგალითად, რომელიც მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზია ასციტის, 2%-ზე ნაკლები ალბათობაა. მაშინ როცა ღვიძლის მიერ გამოწვეულ ასციტს 85%-იანი ალბათობა აქვს.
აი ეს იყო რითი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.